აი რაინდი რო არ კადრულობს რომ მე ხა გლეხი ხო არა ვარ რომ ისა შავი ხელი ისა ის კონდეს ხო გატალახიანებული ხელები და არა თეთრი ხელთათმალი უნდა მეცვეს ჯენტლმენი უნდა ვიყო და თეთრი ჯენტლმენის ერთ-ერთი მთავარი ის ჯენტლ ნიშნავს ნაზი მამაკა ესე იგი თეთრი ხელთათმანი უნდა არა ბატონო ილია გეუბნება გუთანი დაიკავე მეორე ხელშიო და წიგნი გეკავოს სულ ხელშიო თუ არა დაო გეუბნება ეხა თუ არა და იღუპება იყიდება საქართველო აი დღეს რაც ხდება რა და საზოგადოოდ მე რომ მეკითხებიან ხე პოლიტიკასთან დაკავშირებით რა უნდა ქნათ და ილია ჭავჭავაძის უნდა წავიკითხოთ მისი ნააზრევი და ჯერ ის ყველაფერი ჩვენ არ გაგვივლია კი არა ილიას დღეს რაც იყო იმაზე უკანა ვარ ჩვენ წასული გაცილებით იმიტომ რომ ეს მოვიდა ეს კომუნისტური სიმახინჯე და კი არ განვითარდით ჩვენ კაცო პირიქით იმის მერე უკან ვარ წასული მას ჯერ ილიას რაც წერს ჯერ ის უნდა გავაკეთოთ ყველაფერი და აი იმას რომ მივახცევთ მე ჯერ ადრეა სხვა რამეზე რა ისა ხო და ეს რა არის მას აი ეს ჩაჯდა მე პირდაპირ ქართველი ვაჟკაცის აი ესეთი სტერეოტიპი რომ უნდა იყოს რაინდული. ქართულ ქალსაც ესეთი რაინდები მოსწონს. ხო, მას რაინდული უნდა იყოს. რას ნიშნავს რომ რაინდული უნდა იყოს? ქათამი და კვერცხი ხო უკვე თქვით ჩვენ. რაინდი რა სიტყვის? და ანდაზაც არის, ქართული ანდაზა როგორ არის? დღევანდელი კვერცხი მირჩევნია ხვალინდელ ქათამს. პირიქით კი არ არის ანდაზაში. აი სწორედ ასია. მას ანდაზა პირდაპირ მოგიწოდებს რომ ვაჟკაცი თუ ხარ უნდა აირჩიო დღევანდელი კვერცხი და თუ ხარ მეწვრილმანე ვაჭარი აი რაც ვეფხისტყაოსნისთვისაც და რაინდისთვისაც აბუჩათ ასა ეს ვაჭარია ეს და აი ვაჭარი ფულს ითვლის და იმას ფიქრობს რომ აი ხვალ ორჯერ მეტი ვიშოვო და ეს რაინდი თაგილობს ამას აქ ორი რამე არის ერთმანეთში ხო აქ არის წინდახედულობაც და ნებისყოფაც რომ მოითმინე ხვალამდე იმისთვის რომ ბიზნესი გააკეთო და ქართული ბიზნესის თავარი უბედურება რა არის რომ ჯერ ფული ნაშოვნიც კი არა აქვს წესიერად და უკვე იწყებს ფლანგვას